ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. სოციალური ქსელი. ბინაშია გადაღებული, საიდანაც მოვდივართ. ეს ბინა. სულ რამდენი ვიდეო გზავნილი ამასული? 4. უბრალოდ მეილზე ლინკს მიგზავნიდნენ და YouTube-ზე შევდიოდი. რამდენი სიტყვენ? 100,000. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის სიკვდილით დამემუქრდნენ. თქვენ დაპირდით ფულის გადახდას. მე უბრალოდ არ მაქვს ესეთი თანხა, თორე აუცილებლად გადავიხდით. თუ ამდენი ფული არ გაქვთ, როგორ ფიქრობთ 100,000 რატომ მithხოვენ? სალომე საკმაოდ სოლიდურ ფირმაში მუშაობს. დიდ თანხებთან მიუწვდება ხელი. თქობა გამტაცებლებს სწორედ ამის იმედი აქვთ. გარდა ელექტრონული მიმოწერისა. რაიმე სხვა ხერხითაც ხომ არ შემოსვლან კონტაქტში. ესე იგი მათთან უშუალო კონტაქტი არ გქონიათ? არა. ჩვენ რომ არ მოსულიყავით, რას აპირებდით? იცით, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ალბათ მოუხსნიდი თანხა სამსახურიდან. ბავშვის გამო ყველაფერს ვისავრ ვქნა. გაქვთ ვინმე ზეჭვი? არა. აი ამ ადამიანს თუ იცნობთ? პირველად ხედავ. თქვენ? არასოდეს მინახავს. საბა? გვაქვს ამე? ხავა. მაგის გარდა? აკაკი. ხო გიხსენ იმის დადგენას იმეილები საიდან არის გამოგზავნილი? დრო სჭირდება. ჩათვალე TV ზვინში ნემს ვეძებ. შენ თუ მოიდობებ? TV ზვინში ნემს კი არა? სპილოსაც იპოვე. აისაც სპილოსო? იმუშავა გელოდები. ფაქტი ერთია. გამტაცებლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სალომეს ფულზე ხელი მეუწვდებოდა. ვის შეიძლებოდა ეს ცოდნოდა?
თანამშრომლებს, მეზობლებს. კიდევ? იმ სკოლა-პანსიონის პერსონალს, რომელშიც სწავლობდა. კი ბატონო. ან უბრალოდ ნაცნობებს. ხო. მოკლედ გამოსაკითხ პირთასია შთამბეჭდავია. შევეცადოთ გატაცების სურათის აღდგენას. მოკლედ, ბავშვი კვირაში 5 დღის განმავლობაში პანსიონში რჩებოდა. შაბათ-კვირას კი სახლში ატარებდა დედასთან. სალომემ ანანო პარასკევს შუა დღისას გამოიყვანა პანსიონიდან, მოიყვანა სახლში და რამდენიმე საათით მარტო დატოვა. თვითონ სამსახურში წავიდა. სავარაუდოდ გატაცება მაშინ მოხდა. გამტაცებლებმა ზუსტად იცოდნენ დედაშვილის მოძრაობის გრაფიკი. აი, სწორედ ამ გრაფიკის მიხედვით იმოქმედეს და ეზოში სათამაშოდ გასული ანანო გაიტაცეს. ეზოდან გატაცების ვერსიას ისიც ამყარებს, რომ სახლის კარი გატეხილი არ იყო. კიდევ ერთი ვერსია შეიძლება დავუშვათ. რა ვერსია? რადა ანანო შეიძლება იცნობდა გამტაცებლებს და კარი თვითონ გავუღო. ამ შემთხვევაში შეიძლება მეზობლებთან გასაუბრება დაგვეხმაროს. იმედია. კარგი, რა ხდება გადაცების შემდეგ? სამსახურში დაბრუნებულ სალომეს მისდის იმეილი, სადაც წერია, რომ მისი შვილი გატაცებულია და გამოსასყიდის სახით $100,000 თხოვენ. იქვე აფრთხილება, რომ პოლიციას არ შეატყობინოს და მომდევნო წერილს დაელოდოს. გამტაცებლები საკმაოდ ჭკვიანურად და გააზრებულად მოქმედებდნენ. ამიტომაც უარი თქვეს სატელეფონო კავშირზე. ინტერნეტით კვალის მიგნება კი საკმაოდ რთული საკითხია. კიდევ ერთი რამ გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო იმეილი როცა მოვიდა, ვიქტორია უკვე მკვდარი იყო. ჯერჯერობით მხოლოდ ეს ვიცით. მოკლედ გავარკვია. სალომესთვის გაგზავნილი 5 წერილიდან 3 ერთ და იმავე ადგილიდან არის გაგზავნილი. დანარჩენი 2 სხვა ადგილიდან. რომლები? პირველი და ბოლო. კვალის ასარევად დაჭირდათ? არ არის გამორიცხული. ხომ შეგვიძლია დავადგინოთ კონკრეტულად რა ადგილებიდან იგზავნებოდა წერილები? რა თქმა უნდა, IP-ის მფლობელთა მისამართების დადგენით შეგვიძლია ზუსტად გავარკვიოთ იმეილები რა ადგილიდან იგზავნებოდა. ძალიან კარგი. სასწრაფოდ დაადგინე IP-ის მფლობელთა მისამართები და რა თქმა გაარკვიე კერძო პირს ეკუთვნის ისინი თუ იურიდიულს. სულ ცოტა დრო მჭირდება. კარგი. მისამართები უკვე გვაქვს. ოჩახ მშვენიერია? ორივე იურიდიულ პირს ეკუთვნის. კონკრეტულად. ორივე კაფეა. ერთი ფალიაშვილის ქუჩაზე, მეორე რუსთაველზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე კაფეში Wi-Fi აყენია. ესე იგი, ვიღაც შედიოდა კაფეში და უამრავი ხალხის თანდასწრებით ასე მშვიდად აღგზავნიდა მუხარის წერილებს. ესეა. და დროა ვიღაცას სიმშვიდე დაურღვევთ. დილიდან დაიწყეს მეზობლების დაკითხვა. ვერაფრით ვერ ხვდები, საიდან გაიგეს. თითო შენ ხო არ გითქვამს ვინმესთვის? ასამბობ ვისთვის უნდა მეთქვა სალომე. ან ლევანმა ხო არ თქვა სადმე? სალომე ანანოს თავს გეფიცები ლევანმა გუშინ საღამომდე საერთოდ არ იცოდა გადაცების ამბავი. აბა საიდან გაიგეს? წარმოდგენა არ მაქვს. მეილი შევამოწმე და არანაირი ინფორმაცია არ არის. წერილი შეიძლება უფრო გვიან მოვიდეს. არა დიტო. მომისმინე. რომ გაიგებენ პოლიცია ჩაერთო. ბავშვი რამე არ დაუშავა.
სულ ცუდზე ნუ ფიქრობ. არ უნდა დამეტოვებინა სახში მარტო. მთელი კვირა სახში არ არის, მე მოვიყვანე და სამსახურში წავედი. ანანო სახში პირველად მარტო არ დარჩენილ. სამსახურს უფრო მეტ დროს უთმობ, ვიდრე საკუთარ შვილს. სალომე შენ ამას იმიტომ მაკეთებ, რომ ანანომ უკეთესად იგრძნოს თავი. ხმა მესმის. თითქოს მეძახის. და ვერაფერს ვერ შევძლი. სალომე თავი ხელში აიყვანე და პირობას გაზრო ანანოს დაგიბრუნებ. დამშვიდდი. მე მგონი დავამთავრე. გაცილებით კარგად ეკითხება. ეხლა ერთმანეთს შევადაროთ. ეს არის გამარჯობა. გამარჯობა აკაკი. საბა, უნდა დამეხმარო. ცოტა ხანი არ მცალია. აი ეს რაღაც უნდა სასტრაფოდ შევარჯო კომპიუტერში. შენ გეუბნები? აკაკი, ხომ ხედავ დაქტილოსკოპიაზე ვმუშაობ. დამასადე რა. შენ არ იცი როგორ გაგვიმართლა. კაფეში დაცვის თანამშრომლები უკვე ვიდეო ჩანაწერის წაშლას აპირებდნენ რომ მივედი. ბედზე მიუსწარი. გასაგებია, მაგრამ დამასადე ცოტა ხანს. ამას დავამთავრებ და ჩავრთავ. თუ არა და რა უნდა მაგას, ცოტას თუ დავუფიქრდები, მიხვდები სადმაშია ერთო. შენთვის ადვილე სათქმელია. დაუკვირდი და მიხვდები. მე მგონი ეს არის. რას აკეთებ? რა მოხდა? მთლიანად ქსელს დიშავდა. აკაკი, ხელი აღარაფერს მოკიდო. დაჯექი და წყნარად დამოლოდე, კარგი? მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა. ეს ანაბეჭდები ერთ და იმავე ადამიანს ეკუთვნის. რა დაემთხვა, რაზე ლაპარაკობთ? კვლევობის ადგილას აღმოჩენილი ანაბეჭდი დაემთხვა ნახატზე აღმოჩენილ ანაბეჭდს. რაღაც ძალიან ბევრი დამთხოვა, არა? ახლა იმის თქმა დარწმუნებით შეიძლება, რომ ის მხატვარი მკვლელია. ამ პირიქით მკვლელია მხატვარი. საბა, თუ დაამთავრე, მომხედე რა. ყველად ვიარე რა. რა იყო? კაფეში ვიყავი ფალიაშვილს. საიდანაც პირველი და ბოლო იმეილებია ხო გამოგზავნილი? მერე? აცოს კამერებიდან ინფორმაცია უკვე წაუშლია. ცოტა დამაგვიანდა რა. ცუდია. აკაკი მოვიდა? არ ვიცი. იმერ მაინც ნახოს რამე საინტერესო. პირველი იმეილი როდის არის გამოგზავნილი? მადლობა. ესე იგი, შაბათს 10 საათზე და 48 წუთზე. ესე რა? გადაახვია და 10 საათი და გავუშვი. მასე დიდ დროს წაიღებს. ჯობი 10 საათსა და 48 წუთზე დავაყენო და მასალა უკან გავუშვით. ამ დროისთვის თუ შიგნით იყო ყველა ვერანჩი დავინახო. ეგრე ხდება. Stop. ცოტა უკან. სტეკ. გადადე. ვიქტორია. შემდეგი დღის მონაცემები მითხარი. ესე კვირა 12 საათი და 45 წუთი. ვეცადე მას. გადა. Stop. გადადე. აი ესეც. აღუნდა გვესხოთ ასასმალში.
ხო, თმები სხვანაირად აქვს. ალბათ შენი ღვაზით ფიქრობდა. ესე იგი კვირასაც ვიქტორიამ გამოგზავნა ფერები. ორშაბათის მონაცემები მითხარი. 11 საათი და 53 წუთი. ისე ვიქტორია. ხო, ვიქტორია. ესე იგი 3 წერილი მე გამოგზავნა ვიცით ზუსტად. გადაცემის ერთ-ერთი მონაწილე რომ ვიქტორია, ეს უკვე დადასტურებულია. ამ ფაქტს ერთ-ერთი მეზობელიც ადასტურებს, რომელმაც გაიხსენა, რომ გადაცემის დღეს ანანო მართლაც ელაპარაკებოდა ვიქტორიას მსგავს ადამიანს. სავარაუდოდ ამ საუბარს გადაცემა მოყვა. ანუ შესაძლებელია რომ ანანო ვიქტორიას იცნობდა. თუ დედამისის ჩვენებას გავითვალისწინებთ, არა. ესე იგი ვიქტორიამ ბავშვი რაღაც ხერხით გაიტყუა. 10 წლის ბავშვის გატყუება არ არის ძნელი. მარტივად შეიძლება ეთქვა რომ დედამისის მეგობარია და იმან გამოგზავნა. ვიქტორიამ რომ ქართული არ იცოდა, ეს დანამდვილებით ვიცით. სავარაუდოდ არც ანანომ არ იცოდა რუსული. რა ენაზე ელაპარაკა? ინგლისურად. მე გადავამოწმე და იმ პანსიონში, სადაც ანანო სწავლობს. სწავლება სანახევროდ ინგლისურ ენაზე მიდის. მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ანანოს ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მინდობები არიან. თუნდაც ერთი სათამაშოთიან კამფეტით ადულად შეიძლება მათ ინდობის მოპოვება. ისევ შეგეს მართალია. სიმულიძე თვალთვან დაკავშირებით რა ხდება? ალბათ განსაკუთრებული არაფერი. თორემ აუცილებლად დამერეკავდნენ. ალბათ ზედმეტ მოძრაობას მოერიდება. არა. იგი ისეთი ტიპი არ მოისმენებს. რაიმე სიმპრის აუცილებლად შემოგთავაზებს. და რატო ხარ დარწმუნებული? კარგად იცნობს. საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. სალომე კიდევ ერთხელ ხო არ გამოვკითხოთ. სალომე ძალიან აღელვებული და აფორიაქებულია. მე ეჭვება გამოკითხო, მაგრამ მოგცეს. ჯობია მის ძმასთან კონდეს ურთიერთობა. გაცილებით ადეკვატურია. მართალი ხარ. დიმეტრისთან მეწავალ. მეც წამოვალ. კარგი, ნუ არ გადავდებთ. მით უმეტეს შეიძლება ახალი წერილიც მოსულიყო. ლევან გააღე. გამარჯობა. გამარჯობა. პოლიციის დეტექტივები, ეკამაშებელი და აკაკიჯანელიძე. ბატონ დიმიტრისთან გვინდა საუბარი. მომზადეთ. მამა შენთან არიან. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა. მომზადეთ. თქვენთან სასაუბრად მოვიდეთ. რაიმე ახალი ხომ არ გარიგო. სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერი. წავედი. ლევან,
საღამოს სალისთან შევხვდებით. იქნებ მანამდე ანანოზეც გაირკვეს რამე. ლევანმა გუშინ საღამოს გაიგო ანანოს გატაცების ამბავი და ეხლაც შოქშია. მესმის. ანანო ლევანის ხელშია გაზრდილი დასავით უყვარს. მართალია მე და სალომე ნახევარ-დაძმა ვართ, დედა გვყავს საერთო. მაგრამ სულ ერთად ვართ, ერთი ოჯახი ვართ. ერთმანეთზე უფრო ახლობლები არავინ გვყავს. მით უმეტეს სალომეს 2 წლის წინ მეუღლე დაეღუპა. მალევე ლევანის დედა გარდაიცვალა და განსაცდელმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ლევანის დედა, ანუ თქვენი მეუღლე, ხო? ჩემი ყოფილი მეუღლე, დიდი ხანი რას გაშორებულები ვიყავით. სანამ ჩემი ბიზნესი კარგად მიდიოდა, არაფერს ვაკლებდი ჩემდას. სამწუხაროდ ჩემი საქმე ცუდად წავიდა, ბიზნესი გავაჩერე. მე ვეღარანაირად ვეხმარებოდი. პირიქით სალომე მეხმარებოდა მე. სამაგალითო დაძმობა გქონია. ერთმანეთზე უფრო ახლობლები არავინ ყავს. ბატონო დიმიტრი, შეგიძლიათ თანმიმდევრულად გაიხსენოთ მოვლენები ანანოს გადაცების შემდეგ. ისეთ თქვენ დაუნებლიეთ, შეიძლება ესეთი რამ გითხრათ, რაც ჩვენ გამოძიებაში დაგვეხმარება. პარასკევი დღე იყო. მეგობართან მივდიოდი მანქანით. სალომე მობილურზე დამირეკა. ძალიან აღელვებული ჩანდა, ძლივს ლაპარაკობდა, მივხვდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. მკითხე რა ხდება თქო, არ მიპასუხა, მაგრამ მითხრა რომ რაც შეიძლება სწრაფად მოდი ჩემთანო. 5 წუთში სალომესთან მივედი. და იქ გავიგე ანანოს გადაცების ამბავი. მთელი ღამე ველოდებოდით წერილს, მაგრამ წერილი შაბათს დილით მივიღეთ. და მაშინ პირველად ვნახე ვიდეო ფირი. ვფიქრობდი რომ ვიღაცა ძალიან ცუდად ხუმრობდა, მაგრამ როცა დავრწმუნდი რომ ეს სიმართლე იყო, სალომეს პოლიციაში დარეკვა ურჩია. მაგრამ სალომე ისეთი აღელვებული, ისეთი შეშინებული იყო, რომ უარი თქვა მე კიდე სალომეს გარეშე ამხელა პასუხისმგებლობა ვერ ავიღე ჩემ თავზე. სამწუხაროდ ვერ დავრეკე პოლიციაში, ახლა კი მივხვდი რომ უნდა დამერეკა. ესე იგი გადაცების შესახებ არავისთვის გითხოვთ. როგორც გითხარით, ჩემმა შვილმაც კი არ იცოდა. მით უმეტეს ლევანი ბაქოში იყო საქმეზე წასული და ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში. თქვენი შვილი რა პროფესიისაა? არქიტექტორია. გაცვათ. ოზურა გითხრა. ასაგებია. კარგი გამოდივა. რა მოხდა? სიმულიდი აიყვანეს. ჩვენთან გასაუბრების შემდეგ სიმულიდის სახლიდან არ გამოსულა. დღეს კი მოულოდნელად სახლი დატოვა. სუფთა ჰაერი მოენატრა. სიმულიდი მივიდა უცხო ბინაში და რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დიდი ჩანთით ხელში გამოვიდა. ჩაჯდა მანქანაში და აეროპორტის მიმართულებით გაემგზავრა. აი სწორედ ამ დროს დავაგავეთ. გაქცევას აპირებდა? ჯიბეში პასპორტი და თვითმფრინავის ბილეთი აღმოუჩინეთ. მოძმე უკრაინისკენ? დიახ. ის ბინა თუ გაჭრეკეთ, საიდანაც სიმულიდი გამოვიდა. რა თქმა უნდა. ნახეთ რამე? რამეც და ცოტა მეტიც. მეტიც? ბინიდან ვიქტორია იაკიმენკოს მობილური ტელეფონი ამოვიღეთ. კარგი ამბავია. სად არის ახლა ტელეფონი? სად იქნება საბასთან? სიმულიდი? შეგიძლია ახლავე დაკითხო.
შემოსული ზარების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ყველა უნდა გადავამოწმოთ, თანაც სასწრაფოდ. ხო, მაგრამ პირველ რიგში მე მგონი ამ ნომერზე უნდა დავიწყოთ. მაქედან რა და? ყველაზე მეტი ზარი აქედან არის შემოსული. ვის ეკუთვნის? მაგას სულ მალე გავიგებთ. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ვიკა ლამაზი გოგო იყო. თავის საქმეს კარგად იცოდა. ფულიც ბლომად შემოდიოდა. კი არა, ისეთი მოთხოვნილება იყო, კლიენტებს ზოგჯერ უმალავდით. გოგო რა არ გადამწვარი იყო რა. ვიცით. ჩვენ საქმეში კონკურენცია. ცით როგორ არის, რაც უფრო ნორჩია გოგო, მით სიმოლედი. მოკლედ ყველაფერი მაგრად მიდიოდა. ვიღაც ტიპი რო არ გამოჩენილიყო. ვინ ტიპი? რა ვიცი, ვიქტორიამ ვიღაც გამოშტერებული იპოვა ერთი და იმის მერე სულაურია. რას ნიშნავს სულაურია? მუშაობა ეზარებოდა. მე აღარ მიჯერებდა. მოკლედ სულ წავიდა ხელიდან. შენ იმ ტიპს პირადად იცნობდი? არა. ისე მინდოდა მენახა, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგე. ვერც ამ საწოდავს დავაცდენინე ვერაფერი. მხოლოდ ერთი გავიგე, რომ ლევანი ჰქვია. ისიც შემთხვევით. ისე როგორც ჩანს, ვიკასაც ძალიან უყვარდა. და ხვდებოდნენ კიდევაც ერთმანეთს. სად ხვდებოდნენ? სად ხვდებოდნენ, არ ვიცი. განაგზებ. ერთ დღესაც დამადგა და მითხრა, რომ არ უნდოდა ჩემთან მუშაობა. მე შენ რა უთხარი? მე რა უნდა მეთქვა? მივხვდი, რომ აზრს ვერ შევაცვლევინებდი და შევეშვი. იძულებით მე არავისთან არ მუშაობ. არ უნდა კარგად იყოს. ისე ჩემთვის რომ დაეჯერებინა, დღეს ცოცხალი იქნებოდა. კიდევ რა შეგიძლია თქვა? რაზე? საქმესთან დაკავშირებით. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვთქვი. აი ვიქტორიას კვლელობას რაც შეეხება და მით უმეტეს იმ ბავშვის გატაცებას საერთოდ გეფიცები თუ რამის აზრზე ვიყო. კარგი. გასაგები. ბატონო დეტექტივო. ჩემი ჯერად. ეხლა მწერა. გასაგებია. რა არის გასაგები? ნომრის ფლობელი დავადგინე. ნომერი საიდანაც ვიქტორიას ურეკავდნენ, სალომე ყიფიანს ეკუთვნის. ვის? სალომე ყიფიანს. ანანოს დედას? რატო არ წამლევან? გინდა რამე სხვას გაგიკეთებ? შენ რატომ მარჯა? როგორ არ წამე დავამთავრე საქმე. ასე სულ გამოგეცლება ძალიან. შენ ალბათ დიეტაზე ხარ. ხო, გადაწყვიტე ვიყო დიეტაზე. მე წავალ. მეილ შევამოწმებ და მოვალ. კარგი? კარგი. ვინ შეიძლება იყოს? ალბათ მამა ჩემია. გამარჯობეთ. გამარჯობა. შეიძლება. მოგზავნით. ალბათ. არ დაждებით? არა, მადლობთ. აი ეს ნომერი ხომ არ გეცნობათ? ეს ნომერი ლევანს აუღე 2 წლის წინ.
რაშია საქმე? სად არის ლევანი? თქვენი შვილი ეჭვმიტანილია ვიქტორია იაკიმენკოს მკვლელობაში. იცოდით რამე ამის შესახებ? გარდაცვლილის სახელი და გვარი თუ გეუბნებათ რამეს. ვიქტორია იაკიმენკო. არა. აი სურათებს დააკვირდით. იქნებ სახეზე გეცნოთ. პირველად ხედავ. ლევანის ნახვა შეიძლება? გამორიცხულია. ის მკვლელობაში ეჭვმიტანილია. თუ დანაშაული დაუნდგის და მოვითხოვ სამაგალითო დაისაჯოს, მე მკვლელის შვილი არ მჭირდება. დამშვიდით. ახლა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და შეეცადეთ აუღელებლად მიპასუხოთ. კიდევ არის რამე? დიახ. გისმენთ. როგორ ფიქრობთ? შესაძლებელია რომ ანანოს გატაცებაში ლევანიც იყოს გარეული? რა თქვით? შენი დნმ დაემთხვა მოკლულის ფრჩხილებში აღმოჩენილი სისხლის, მის სხეულზე აღმოჩენილი სპერმის და მოკლულის საშვილოსნოში აღმოჩენილი ნაყოფის დნმ-ს. შენი შვილი და მისი დედა მოკალი. ნაყოფის მოშორებას თვითონაც აპირებდა. მაგრამ შენის მოკალი. რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ? ბაქოში დამირეკა და მითხრა ფეხმძიმედ ვარ. მე მის დროზე ადრე ჩამოვედი თბილისში. დანახვისთანავე მივხვდი რომ რაღაც შეცვლილი იყო. რა ზულისხმო? რაღაც დაბნეული მომეჩვენა. მითხრა სხვა კაცი მყავსო და შენთან ურთიერთობა აღარ მინდა. ვის ხვდები ვარ? არ დავკონკრეტებია. მერე? მითხრა დამივიწყე. ჩემზე ნუღარი ფიქრება. აქედან წასვლას ვაპირებ. ემოციური საუბარი ჰქონდათ? ძალიან. ვიწეკით. მეც რაღაც არეული ვიყავი. თან ვაპირებდი წასვლას. და უცბად მომახალა. აბორტი გავიკეთე. მე უკვე აღარ ვიცი რა დამემართა. და რა მიბიძგა იმისკენ რაც გავაკეთე. ძალიან შემეშინდა. საკმაოდ ნიჭიერი მხატვარი ჭირს. ეგ ნიჭირო, მაგრამ ყოლის მიგნება ძალიან გაგუჭირდებოდა. არა და არქიტექტორი ყოფილა. ალბათ იმიტომაც აქვს ის სურათი დახატული ფოტოგრაფიული სიზუსტით.
ამეიპოვნე? ალბათ უმეყვირა ზამანია. დიახზება. ისევე როგორც ნუთუბიზეზე და მკვლელობის ადგილას. გარწმუნებული ვარ ანანოს გადაცებაში. ლევანია გარეული. სადიბობთ. შენი პიჯაკის ჯიბეში. ეს არაფერს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს. სანამ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არ მოვა. დამინჯერე, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ლევან, მომისმინე. შენ უკვე ხარ მკვლელობაში ეჭმიტანილი. თუ დადასტურდა, რომ ბავშვის გატაცებაში ცხებულობდი მონაწილეობას, ეს ბევრად დაამძიმებს შენს მდგომარეობას. ბავშვი არ ვიცი სად არის. ის თქვი, რაც იცი. ორსულობის ამბავი ბაქოში გავიგე. ამიტომ დროზე ადრე ჩამოვედი. გადავწყვიტე ჯერ სახლში მოსულიყავი და შემდეგ მინახავიკა. სახლში მისულს კი სულსვა სცენა დამხდა. მამა ჩემი, ვიკა და ანანა. მე მამაჩიმა ყველაფერი ამიხსნა. დიმიტრი, დროზე. მამაჩემს ანანოს გადაცემა. კაცილებით ადრე ქონდა ჩაფიქრებული. ხელს რა უშლიდა? საქმეს მარტო ვერ გააკეთებდა. მას სანდოთან ოსრახვერი სჭირდებოდა. ასეთი კი ვერ ავინახა. შენ? ჩემთვის არაფერი უთქვას. გააგზავნე. რადგანაც თანამზრახველი ვერ იპოვა. ამიტომ დროებით გადაიფიქრა საქმის შესრულება. დაახლოებით ამ დროს დაიწყო ჩემი და ვიკას ურთიერთობაც. ვიკა ძალიან შემიყვარდა. თუმცა როდესაც ეს ყველაფერი მამაჩიმა გაიგო, კატეგორიულად მთხოვდა ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტას. ამ თემაზე ხშირად ჰქონდა უთანხმოება. სახლიდანაც კი ვაპირებდი წასვლას. ეს ნუცუბიძის ბინა ამიტომ დაგჭირდა. შევამჩნიებ, შენელობა იყო დაჭერებული. ერთი სართული იყო აშენებული და იქაც არავინ ცხოვრობდა. გავდეხე და შევედი. პერიოდულად იხვდებოდით. მამა შენი? მამა ჩემი ისევ ცდილობდა ჩემი და ვიკას დაშორებას. მამაჩიმა თავის გაიტანა და ვიკა პირადად გაიცნო. შენი დახმარებით? არა თავისით. არ ვიცი როგორ. მე? მე მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა. ტრები მოკავშირეები გახდა. რას გულისხმობ? ვიკა პარალელურად მეწვდებოდა და მამაჩიმსაც. ასე უცებ რითმო ხიბლა მამაშენი. ვიქტორია წამალზე იჯდა. მამაჩიმი კი ყოფილი ანესთეზიოლოგია და ლონკის მოხსნაში ეხმარებოდა. მასაც მეტი რა უნდა. მე იმდენად დაახლოვდნენ, რომ მამაჩიმმა თანამზრახულადაც კი აქცია. და გადაცემის გეგმას გაუნდა.
ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ყველაფერი უჩემოდ დაგეგმეს და გააკეთეს. მაშინ როცა საქართველოში არ ვიყავ. შენს წასვლას რატო დაელოდნენ? ალბათ ეშინოდათ რომ ხელს შეუშლიდი. მერე რა მოხდა? მერე დრო გაიწელა. მამი და ჩემი ვერ ბედავდა ფულის მოხსნას. და როგორც ჩანს, ვიკასაც ნერვებმა უნტყუნა. მარტო ნერვები იყო მიზეზი. არა. აბა, ანანუ ცუდად გაუხდა. დოზის გადამეტება? დიდი დოზა მოუვიდა. ბავშვმა გონება დაკარგა. ფიკას კი შეშინებია. გონები ანანო მოკვდა. მამაჩემს წაუყვანა ბავშვი და თვითონ საქმიდან გავიდა. ამ დროს შენ ჩამოხვედი, ხო? და ყველაფერი გავიგე. აღარ ვიცოდი რა მეკნა. მამაჩემ ჩიხში მომაქცია. პოლიციას რატომ არ მიმართა? მამაჩემი ვერ გავიმეტე. და ანანო? გააგრძელე. მესამე სართულია. შესაძლოა დამნაშავე εκεί მყოფებოდეს. მისვლისთანავე დაიკავეთ განლაგება. ყველა გასასვლელი უნდა გადაიკეთოს. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წინა დაკითხვაზე თქვი. ერთის გამოკლებით. ფიკა მითხრა, რომ ბავშვს მამაჩემისგან ელოდებოდა. ეს ვეღარ ავიტანე და მოვგალი. მე მამაჩემის უნიბლე თანამზრახველი გავხდი. ანანუ ჩვენი სახლის სარდაფში ყავდა. ხანმე ჩავდიოდი, ძირითადად კი მამაჩემი. საბოლოოდ ბავშვს რას უპირებდით? ამაზე უბრალოდ არ ვფიქრობდი. ის ბოლო ვიდეო რგოლი შენ გააგზავნე? ლევან, ბავშვი სად არის? რაჭის. რაჭის. დამშვიდი ცოცხალია. ცეთიკო. მე წავედი. სისულელე არ ჩაიდინო, თორე დავხოცავ ორივეს. დაწნარდი. ჭკუას ნუ მასწავლე. თქვი რა გინდა და ყველაფერს შეგისრულებთ. არაფერი არ მინდა. რა თქვა? არაფერი, ფაქტობრივად შეურაცხადია. ყველაფერზე აწამსხვრელია. რა თქვა? სამების ყოს ყველაფერს. ეს რა გააკეთე? გაჩუმდი. ეს როგორ გაბე? გაჩუმდი. როგორ გაგვიმეტე მე და ანანი? მე და ლევანი როგორ გაგვიმეტე? მე
მე რა შუაში ვარ? იცოდი რომ ვალებში ვიხჭობოდი, კრედიტს ვერ ვიღებდი, მე და ლევანი უსახკარო ჩებოდი, შენ რა გააკეთე, არაფერი. მე აგიხსენი მაშინ. რა მიხსენი? რატომაც თქვი უარი? შენი ბინის ჩადებაზე თქვი უარი. შენ წარმოგიდგენია რომ მე და ანანო დავჩებოდით უსახკაროდ მაშინ. დაგავიწყდა რა? როცა უმუშევარი იყავი, მე რო გინახავდი. ისიც დაგავიწყდა რა შენი მორფინისტი ხმარი, მე რო დავმარხე. მაგას როგორ ამბობ? სხვა შენი მეგობარი იყო. მთელი ცხოვრება მე გინახავდი. ერთადერთხელ დამჭირდა შენი დახმარება და მაშინაც უარი მithხოვი. მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო. ამას ახალ მნიშვნელობა არ აქვს. შენ თავსაც და ანანოსაც თვითონ გამოუტანე განაჩენი. რას აპირებ? ძება ჰყავს? რას ვაპირებთ? დიდი ხანია ასეთი მძიმე საქმე არ ქონია. წინა საქმე რომ დავამთავრეთ, მაშინაც ამას ამბობდი. აბა. როგორ არის? ანანოც და სალომეც შოქში არიან, მაგრამ საშიში არაფერია. დრო დაჭირდებათ მდგომარეობიდან გამოსასროლად. ეს იოლი არ იქნება. თავარია ცოცხლები არის. სროლის ხმა რო გავიგე მეგონა, ყველას ეგრებებო. კარგია რომ შევწდით. არ არის ადვილი. დადადიშვილი სასიკვდილო დაიმკვიდრა. არც საკუთარი თავის გამეტებაა ადვილი. მე თუ მკითხავს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეგ ჩვენი დასარჩევი არ არის. რაონა ფეხით გავავლე. სად მიდიხარ? რაც შეიძლება შორს აკეთა.